გაიგვიწყე. აუ, ლაშა, ისეთი სიზმარი ვნახე, შენ ზომას პიცა ვარ. რა იყო რა დაგესიზმრა? დარბაზში ვიყავი და თავი მეგონა ჰალკი. გოგოები მიყურებდნენ გაგიჟებულები და გაოცებულები. კაი, გეყოფა დაბრუნდი რეალობაში. აუ, მაგრა დავიღალე რა, შენ ზომას პიცა ვარ, რა აღარ ვცადე? აუ, ხარა დიეტა ვცადე, არაფერი არ გამოვიდა რა. და რავი, თან ზაფხული მოდის. ორი თვერჩება და აუზები ზღვა რაღაცა და ფორმაში მინდა ვიყო. უბრალოდ ვერაფერი ვერ უშველე ამ მუცელს და რა გავაკეთო, ხო ვერ მეტყვი ვერაფერს. შენი პრობლემა мотивация არ არის. შენ უბრალოდ არ გაქვს სისტემა, რომელიც დაგეხმარება მიზნის ბოლომდე მიყვანაში. ანუ მაგით რისი თქმა გინდა? მე შევქმენი კვების რაციონის შედგენის მასტერკლასის ჩანაწერი. ეგ მე რაში დამეხმარება? ამ მასტერკლასში ისწავლი როგორ შეადგინო კვების რაციონი ისე, რომ ჭამო გემრიელად და თან დაიკლო წონაში. საინტერესოა. არის შიმშილო და მაინც ფორმაში იყო და რაც მთავარია, გახდე ძლიერი რეალობაში და არა სიზმარში. ეს მართლა შეიძლება მოხდეს? გაიგებ რა არის შემდეგ უნდა ჭამო და დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა დაარღვიო ისე, რომ წყალში არ ჩაყარო შენი შრომა. გამარჯობა ლაშა. შაშან ზაფხულს მე ვიყავი 89 კილო. ბორთვეში დავიკელი 9 კილო. მიუხედავად იმისა, რომ არც ვარჯიშობდი და არც ისე აქტიური ვიყავი, ამ ცოტა მჭიდრონიარე საქმე მაქვს და ბევრს არ დავდიოდი, მაგრამ მაინც ორთვეში დავიკელი 9 კილო. ეხლა ვარ 80 კილო და ვინარჩუნებ ამ წონას. და ზაფხულიდან კიდე დავიწყებ ჩამოყლებას 1.7 კილო მინდა დავიკლო. გოგოებს კიდე ვუჩვენ, რომ არ გადაყარონ, არ გააჩქონ თავიანთი პატარა ზომის გადაცემები. ჩემთვის მაგალითად ყველაზე დიდი мотиваცია იყო ეს. სპეციალურად არ ვყიდულობდი ახალ განსაცმელს, ვთქვი, რომ არა, უნდა დავიკლო და უნდა ჩავიცვო ჩემი პატარა ზომის ეს ლამაზი კაბები და ესეც მოვიქეცი. ასე რომ გოგოები ყველას გისურვებთ წარმატებას. ორი სიტყვით მინდა გამოვხატო მადლობა ლაშას მიმართ, იმიტომ რომ მოვხვდი ლაშას გუნდში, ვიყავი ლაშას მენტორობის ქვეშ და მივაღწე იმას, რაც მინდოდა ყოფილიყავი ცხოვრებაში. ვინარჩუნებ წონას და ვარ ის წონა, რაც ყოველთვის მინდოდა. პირველ რიგში ვისწავლე ჩემი თავის სიყვარული, მიზნისკენ უფრო სწრაფად სიარული. 1000 რაღაცა მქონდა აქამდე გაკეთებული, რამაც რა ვიცი, არაფერი არ მომცა. ლაშა შენ გახდი ჩემი мотиваცია, რომელმაც მართლა მიზნებისკენ უფრო სწრაფ სიარული მასწავლა. წონას ვინარჩუნებ იმიტომ რომ უკვე გამიჩნდა ხასიათში, დისციპლინა გამომიმუშავდა იმისი, რომ არ უნდა გადაუხვიო, შეიძლება ერთ-ორჯერ დაარღვიოს ყველაფერი, მაგრამ უნდა გააგრძელო, არ უნდა დაეცე, არ უნდა ჩამოყარო ყურები და ბრძოლის მერე უნდა გაგაჩნდეს ყოველთვის. შეიძლება ყოველთვის ერთნაირად არ იყოს, მაგრამ არასოდეს ხელი არ უნდა ჩაიქნოს შენს ოცნებაზე, შენს მიზანზე. ვინც ლაშას ჯგუფში ხართ, ჩათვალეთ რომ ბედნიერი ხართ და თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწიოთ ისე როგორც თქვენ გინდათ, თვითონაც ეს ესეთი პოზიტიური ადამიანი არის თქვენი მენტორი, როცა ესეთი ქულიანი ადამიანი არის თქვენს გვერდით, როცა ყოველი წუთი და წამიანტერესებს თქვენზე, ჩათვალეთ რომ ყველაფერი ის იქნება როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენი წონა, თქვენი ცხოვრება, თქვენი მიზანი და ამით კიდევ ბევრ რამეს ისწავლეთ და ბევრ რამეს მიაღწევთ. სხვა რაღაცებზე გაგიჭირებათ იმის ბრძოლის მერე, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ. თავარი მიზანი დაისახოთ და თავარი საკუთარი თავების გჯეროდეთ. მადლობა ლაშა ძალიან დიდი და მიხარია რომ შენთან ვარ და ვიქნები მუდამ შენ ჯგუფის და გუნდის წევრი. დავიწყებ იმით, რომ დიდი ხანია მაქვს წონის პრობლემა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დიეტებს გულისხმობ რა თქმა უნდა, ვერ მივაღწიე მისანს, უარესიც, დაკლებული კილოგრამები მალევე ორმაგად უკან მიბრუნდებოდა. წონის მატებასთან ერთად დამეწყო გარკვეული ჩანმრთელობის პრობლემებიც, უძილობა, ვიყავი განერეულებული და დასტრესილი და დაღლილი ამ უშედეგო მცდელობებით. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო შემეცვალა ცხოვრების წესი და ის მავნეჩვევები კვებასთან დაკავშირებული თუ არა და კიდევ მეტად ალბათ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდი. ამ მიზნით დავუკავშირდი ლაშას, რომელმაც გამიზიარა ყველა ნიუანსი, რაც ეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს, სწორად და რაციონალურად კვებას, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთო. უკვე 2 თვე ნახევარია რაც დავიწყე ჯანსაღად კვება, დაკლებული მაქვს ჯამში 10 კილოგრამი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მინდა ლაშას უდიდესი მადლობა გადავუხადო ასეთი ყურადღებისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის და ყველა იმ სასარგებლო რჩევისთვის, რასაც ის მიზიარებს. კიდე მინდა დავამატო ის, რომ ძალიან ბევრი არის, რომელსაც აქვს წონის პრობლემები და ამ წონის პრობლემებიდან გამოწვეული აგრეთვე ჯანმრთელობის პრობლემებიც. ძალიან ბევრია რომ ეძებს გამოსავალს, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ რაც ადრე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, მით მალე დადგება მათთვის სასურველი შედეგი და ამით ძალიან კმაყოფილები დარჩებიან. მე პირადად კიდე მაქვს გარკვეული კილოგრამები დასაკლები, ვაგრძელებ ჩვეულებრივად სწორად კვებას. ეს გახდება ჩემი ცხოვრების წესი და არასოდეს შევცვლი, არასოდეს დავუბრუნდები იმ ძველ და მავნეჩვევებს და მინდა რომ ყველას ვურჩევ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, გადადგან ეს ნაბიჯი და ნახავენ როგორ შედეგზე გავლენ. ბონუსად კი გაჩუქებ 40 ჯანსაღი კერძისგან შემდგარ რეცეპტების სიას და ვიდეო ლექციებს, როგორ დავარღვიოთ სწორად და როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი. რისი დახმარებითაც ისწავლი ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ერთმანეთისგან გარჩევას. აუ, იმდენი რაღაც ჩამომითვალე, ეგ ძალიან ძვირი ეგირება რა. შენ წარმოიდგინე და სულ რაღაც 99 ლარი ეგრის. მაგრამ ეს შეთავაზება ძალაშია 12 აპრილამდე და ყველას არ შეხვდება, რადგან სულ 5 ადგილი მაქვს. და ეს როგორ უნდა დავიწყო? თუ უკვე მზად ხარ, შეცვალო შენი ცხოვრება და გინდა რომ შენი სიზმრები რეალობად იქცეს, გეტყვი რომ რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დაწერე კომენტარებში სიტყვა ზაფხული და იმ წამსვე გამოგიგზავნი ყველა დეტალს.